შეხვდა ამ წუთებში ახალგაზრდა შეხვედრა და პრემიერი აკეთებს კომენტარს. იმისათვის რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ის იდეა, რომელიც არის შეთავაზებული, ჩვენ გვინდა რომ შემოდგომაზე უკვე პირველი პროგრამა განახორციელოთ საპილოტო რეჟიმში, გვინდა რომ 3000-ზე მეტი სტუდენტი მივიღოთ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რაც მისცემს მათ პროფესიულ ცხოვრებაში უფრო მარტივად შესვლის საშუალებას, პროფესიული განვითარების საშუალებას. ეს არის ამ პროგრამის მთავარი ამოცანა. არასამთავრობოების გამჭვირვალების ნაწილზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალე, რადგან ხშირად ვისმენთ მათი წარმომადგენლების მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს და ერთ-ერთი მაგალითია სწორედ ნოდარ ხარშილაძის გუშინდელი განცხადება, რომელიც ოპოზიციის დაფუძმაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დაფუძმაცებული ოპოზიცია ეხმარება ბიზნესის ძალაუფლების შენარჩუნებაში. ველურად მან გააკეთა ეს პოლიტიკური განცხადება, რით იყო განპირობებული და აღებით თუ არა თქვენ მოხარისტებთ მის ეს განცხადება. ნიდერლანდების აშშ-ის პოლონეთის საელჩოები და ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე არ გაემოხსნა ამ მუხარას ერთი რაც შეიძლება ითქვას, ყველაზე გამომჭვირვალე თუ რაიმე არსებობს სექტორი საქართველოში, ეს არის სწორედ ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, ხო? აბსოლუტურად გამომჭვირვალეა მათი დაფინანსება, მათი ხარჯები, ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აფინანსებს და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც არის ბუნებრივია სერიოზული პრობლემა. თუმცა ჩვენ ამ პრობლემის მიუხედავად ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას სათანადო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს, ქართული ხალხის ინტერესებს და ვინ წარმოადგენს სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ იყო არაერთი ძალიან შემოშფოთებელი ფაქტი, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან, ეს ხო მაგალითად იგივე ფრანგლინის კლუბის დაფინანსება, კამასის ტრენინგები და ეს შემდეგ. ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, თუმცა ჩვენ ვირდებით საზოგადოებას, რომ ამ ბუნდოვანების მიუხედავად, გამომჭვირვალობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ზოგადად, ნახეთ როგორ არის, როდესაც დონორი აფინანსებს გარკვეულ ორგანიზაციას, დონორმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, განცხადებაზე. ეს არის ორი სტანდარტი. როცა არ იმიჯნებიან კონკრეტული დონორები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების განცხადებებს, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოება არის სათანადოდ ინფორმირებული და მომავალში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული, ბუნდოვანების მიუხედავად ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ შეექმნება პრობლემა. ევროკავშირის განცხადებაზე უბრალოდ საქმეა, რომ სასამართლო სისტემაში სისტემის აღმოსავლეთის აღმოსავლეთ მნიშვნელოვანია შეიქმნას შემოსავლის სისტემა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საერთაშორისო ექსპერტებით და შეამოწმებს მაღალ თანამდებობებზე მოსამართლეებს, თავმჯდომარეს, რომელიც საბჭოს ჩვენ ერთხელ თქვით და კიდევ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული, ეგრეთ წოდებული ვეტინგი, ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს, პირველ რიგში ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ეგრეთ წოდებული ვეტინგი. ყველაფერზე მაღლა დგას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებთ ამ პრინციპების ხოლმე. ამ სისტემის დანერგვა არის აუცილებელი პრობლემების აღმოსაყრელად. ის რომ არ შექმნეს ეს რეკომენდაცია, რა განცხადებაც გააკეთა ევროკავშირმა ამ შემთხვევაში. ეს შეუშლის თუ არა ხელს მათ შორის მოლაპარაკებების პროცესს, რადგან ევროკავშირის განცხადება არის. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენ გვაქვს პარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებული ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით აგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის, ეგრეთ წოდებული ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზადვართ, რა თქმა უნდა, ყველა ასე ვთქვათ არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ წარმოადგენდა და ვერ წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებული ვეტინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა.
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ კენჭის სინთეზირება შემოწმდეს მოსამართლეებს. მაშინ შემდგომ ეტაპზე როგორ გადავდივართ ევროკავშირთან, თუ ეს რეკომენდაცია არ შესრულდა. მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, იმიტომ რომ არ შეიძლება არგუმენტების გარეშე მოგთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში, ხო? ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ ეგრეთ წოდებული ვეტინგი. ეხლა უნდათ რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ეგრეთ წოდებული ვეტინგით სასამართლო ხელისუფლება, ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი და ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ ამ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების, მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოსამართლეთა კონფერენციაზე ბატონო ირაკლი, როგორც გეგმილია ხვალ მოსამართლეთა კონფერენციაზე გეგმავენ ეს მიმართვის პროექტი წარადგინონ და მოიპოვონ მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან აცილების მიზნით. ენჯოების შეფასებით ეს არის სწორედ ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ანუ თქვენ როგორ შეაფასებთ, არსებობს მათი მხრიდან ეჭვი, რომ ახლა ქართული ოცნება მოაბილიზებს მთელ მოსამართლეთა კორპუსს იმისთვის, რომ ამ სისტემის წინააღმდეგ მისცენ ხმა. რას ნიშნავს? არის თუ არა ეს მაგალითად ირიბად იმ მოსამართლეებზე ზეწოლა, რომლებიც ხმამაღლა არ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ სწორედ ამ კეთილსინდისიერების სისტემის დანერგვას. თვითონ ეს განცხადებები, რაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოუკიდებლობას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ შეუძლია პოლიტიკურ ხელისუფლებას ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოუკიდებლობა. ხო ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს, ხო? ეს არ არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. და დღეს მალობა ღმერთს ვერავინ ვერ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს. ეს არ არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოუკიდებლობა. ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდა ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარ გავლენების აღდგენა და ამას რა თქმა უნდა ჩვენ არ დავუშვებთ. ევროკავშირის განცხადებაში ბატონო ირაკლი აკრიტიკებს გამოთქვამს შეშფოთებას იმ განცხადებების გამოც, რომელიც მათ შორის თქვენგანაც მოვისმინეთ, იმ მოსამართლეების მიმართ, რომელმაც გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრება და დაითანხმენ ამ ტესტის გავყოს. ამის საპასუხოდ რა შეგიძლიათ? რომელი მოსაზრება არ მოეწონა ვირმეს? თქვენ ხომ გააკეთეთ განცხადებები? ხო და რომელი არ მოეწონათ მე? თქვენ აღნიშნეთ მაგალითად ერთ-ერთი მოსამართლის შესახებ, რომ ის ზარმაცია და საჯანმრთელო დროში არ იხილავს. ხო, ნახეთ რაში იყო საქმე. მე გვარიც კი არ დამიკონკრეტებია. თქვი რომ ერთ-ერთი მოსამართლე იყო ამ განცხადებების ავტორთაგან, რომელიც რეალურად აჭიანურებს საქმეების განხილვას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. როდესაც ასეთი მოსამართლე აცხადებს, რომ ის მზადაა გაიაროს კეთილსინდისიერების ტესტი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ რაღაცა პოლიტიკური კვალი უნდა იყოს. ამაზეა საუბარი, მე გვარიც კი არ დამიკონკრეტებია და როდესაც არა, ხო და აქ არა გადატვირთულობა, როდესაც მოსამართლეს არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ სათაურად განიხილოს საქმეები, ეს სხვა პრობლემაა. მაგრამ არის მოსამართლე, რომელიც საერთოდ საქმეებს არ განიხილავს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ გადატვირთულია და ამიტომ ვერ განიხილავს. არ განიხილავს საქმეებს, იმიტომ რომ მას აქვს, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ლობის იმედი და ეს არასწორია. ბუნებრივია ეს დამოკიდებულება არასწორია. ამიტომ როცა საუბარია კრიტიკაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაასაბუთოს საკუთარი კრიტიკა. ამ თემაზე ერთ კითხვასაც დაგისვათ, მაშინ თქვენი აზრით რა არის ევროკავშირის განზრახვა, როცა ასე დაჟინებით უკვე მეორედ მოგიწოდებენ ამ სისტემის დანერგვისკენ და თქვენ როგორ უპასუხებთ მას, ანუ რა ფორმატით იქნება კომუნიკაცია ევროკავშირთან, იმიტომ რომ უკვე მეორედ კიდევ ერთხელ სასამართლო რეფორმებს, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელებას ეხანასწორებით და ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა, როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ეგრეთ წოდებული ვეტინგთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, თუ იქნება არგუმენტები მოვისმენთ
გვექნება რა თქმა უნდა კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს. ეს არის სწორედ ევროკავშირის კერებულება. არ ვიცი. არგუმენტები არ არის. ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს. ბატონო ირაკლი, მე მინდა გითხრათ ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიუსელში, რომელიც სწორედ როინტეგრაციის მხარდაჭერას ეხებოდა, როგორ ფიქრობთ იმდენ, ის მის პირიქით ბრალდებები ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს მათ ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდათ, რადგან უკვე თბილისში მათმა ოპოზიციონერ კოლეგებმაც კი გააპროტესტეს ეს ფაქტი. როგორ ფიქრობთ, ეს იყო შემთხვევითობა თუ განზრახ მოქმედება ოპოზიციის მხრიდან? უკვე 2 წელია ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ კონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატული. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ალეკ ელისაშვილის ინიციატივა, რომ მას უკვე დაწყებული აქვს პოლიტიკური კონსულტაციები პარტია გირჩთან და ასევე ისაპირებს ითანამშრომლობს გახარიას გუნდთან და პარტია ლილოსთან, ასევე ანადოლიძის პარტიასთან და უპარტიო პოლიტიკურ სუბიექტებთან. არ ახალია პრინციპში ოპოზიციის მხრიდან გაერთიანებასთან დაკავშირებით ინიციატივა. რა პერსპექტივა აქვს ამ ერთობას აი ამ კონკრეტული პარტიების თუ გავითვალისწინოთ? დღევანდელი მოცემულობა რა არის, რომ ნაცმოძრაობა 15%-ამდე ჩამოვიდა, მანამდე 18 ჰქონდათ, ახლა 15-ს ჩამოსდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი. და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ხო, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო მრავლესობას. თქვენ გვით, რომ კონკრეტული მოსამართლეს საქმეების განხილვას აჭიანურებს. თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრმა საიდან იცით ეს ინფორმაცია, რატომ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, მაშინ როდესაც ქართული ოცნება და თქვენ პირადად ამტკიცებთ ხოლმე, რომ სასამართლო ამ ეტაპზე არის დამოუკიდებელი. რატომ უნდა ფლობდეთ ამ ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლე? რა საქმეებს განიხილავს, ან აჭიანურებს თუ არა, ან როგორ განიხილავს? ადამიანებს აქვთ პრეტენზიები. არის კონკრეტული მოსამართლე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ განიხილავს საქმეებს, თან ისე, რომ ამისთვის არავითარი მიზეზი არ აქვს. ეს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ჩვენამდეც მოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, ამაზე მაქვს მე ინფორმაცია, ჩემ პასუხისმგებლობაც არის, როდესაც არ ხდება ადამიანის უფლებების სათანადოდ რეალიზება, ამასთან დაკავშირებით ვიყო ინფორმირებული. ბატონო ირაკლი, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ამ საკითხზე გუშინილია დარჩეშვილს მოусმინეს პარლამენტში, თუმცა თქვენი ოპონენტები მაინც აცხადებენ, რომ მართველი გუნდი რეალურად არ ითვალისწინებს ემიგრანტების მოთხოვნებს და არაპირებს, რომ საარჩევნო უბნები დაემატოს საზღვარგარეთ. აი, რა იქნება თქვენი პასუხი ოპოზიციის კრიტიკაზე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ? ბევრად თვეებია გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატური წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა, შესაბამისად ექნება ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის, რა თქმა უნდა, რომ როდესაც ერთ ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი. ხო, გვესმის, რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად რამდენად ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის სარეალი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარებს გაგებებს. ცესკოს შეხედება, რომ მას თანამშრომლებზე ხდება წეწოლა, მოიპოვეს მათ პირადი მონაცემები, რაც გამოიწვევს შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, აი ამას როგორ ერთადერთი რაც ახლა აქვს ოპოზიციას დღეს ეს რიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვს. ხო იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს, უფრო მეტიც პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. ერთადერთი არის ნაცმოძრაობა, ისიც 15%-ია ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ასეთ პირობებში მთელი მათი აქტივობები არის მიმართული სწორედ დისკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი არ აქვს ხელმოსაჭედი, შესაბამისად მაქსიმალურად ესტებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად,
სათანადოდ დატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ მოახდინონ CSGO-ს დისკრედიტაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმისთათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით. ბატონო ერები, ხო მოსამართლეთა კონფერენცია თუ მართლაც სრული შემადგენლობით ხელს მოაწერს მიმართვას ამ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ. როგორ შეაფასებს ამას ქართული ოცნება? თქვენ მიგაშია თუ არა მნიშვნელოვნად რომ სასამართლო სისტემამ ასეთი ერთიანი წინააღმდეგობა გამოხატოს და ასევე თქვენი ინფორმაციით მართლაც ერთიანია თუ არა ამ ნაწილში სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ და მართლაც მხოლოდ 10 მოსამართლე რჩება თუ არა განსხვავებულ პოზიციაზე. მე ვერ გეტყვით, რამდენი მოსამართლე შევერთება ამ გადაწყვეტილებას, თუ აღმოჩნდება ისე, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე პირობითად ხარს უჭერს საერთო პოზიციას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან სწორი. ეს დაემთხვა ერთი რომ ჩვენს პოზიციას, მაგრამ მარტო სუბიექტური არა ვართ ამ ყველაფერში. ხო, აქ არის მარტივ საკითხებზე საუბარი. ბეთინგი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით. კი ბატონო, უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება, ბეთინგი შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყანა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით და მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მართლაც შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგური. მადლობა.